ოკეი, შეგვიძლია დავიწყოთ ფიჩით და ამასობაში შემოგვიერთებიან თურმე აპირებს. კი ბატონო, დავაშიარებ სკრინს. ჩანს ხო? დაშიარდა ჩემი სკრინი. კი, ჩანს. ოკეი, მოგესალმებით ყველას. მე ვარ დავით მიზანდარი, ქვევრის დამფუძნებელი და სისტემის შემქმნელი. ესე იგი, ღვინო საქართველოში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ღვინო ქართველებმა მოვიგონეთ 8000 წლის წინ და უკვე შეტანილია ქვევრი ღვინის კეთების პროცესი იუნესკოს დაცულ სიაში. მთელი ეს 8000 წლის განმავლობაში ქართველები აბსოლუტურად საუკეთესო ღვინოს ვაყენებდით, ვავარგებდით, ვაძველებდით და სამწუხაროდ კომუნისტურმა რეჟიმმა თავისი დაღი დაასვა ამ ჩვენ ტრადიციულ ღვინის კეთების პროცესს. ეხლა აგიხსნით რა ხდება, ესე იგი ყველა ის რგოლი, დამზადება, თიხის მოპოვება, დამუშავება, შემდეგ შენება და გამოწვა ყველგან არის დარღვევა. შესაბამისად ვიღებთ დაზიანებულ ჭურჭელს, რომელიც არის დაბზარული, ყოველთვის დაბზარულია თითქმის. ამისათვის პრევენციის მიზნით მექვევრეები მიმართავენ შემდეგ ხერხებს, რომ გაერდან აბამენ რკინის მავთულებით და დებენ ცემენტში, აბეტონებენ ამ ქვევრებს და შიგნიდან უსვამენ თაფლის სანთელს. პირველ რიგში თაფლის სანთელი არის პრობიოტიკი და ფერმენტაციის პროცესს პოვობს და პირველი 2 წელი ქვევრი გამოუსადეგარია, იმიტომ რომ შიგნით ღვინო ფუჭდება. შემდეგ ეს თაფლის სანთელი კარგავს ძალას და ქვევრი ხდება ჩვეულებრივი მინის ჭურჭელი და მთელი ქვევრის თვისება აქ დაკარგულია. ამასაც ავხსნი ბარემ, რომ მთელი ქვევრის თვისება იმაში მდგომარეობს, რომ კერამიკული თიხის კედელი უნდა იყოს აუცილებლად ფორიანი. ეს ფორები არის სხვადასხვა ზომის, მიკრო და ნანო ფორებში დაგროვებული ჟანგბადის ნაწილაკები მიეწოდება ღვინოს მთელი ამ თვეების და წლების განმავლობაში და ველურ საფუარებს, რომლებიც აწარმოებენ ღვინოს და ფერმენტაციის პროცესს, ამარაგებენ ჟანგბადით. და ზუსტად ეს არის მთელი ქვევრის იდეა, რომ დიდი ხნის განმავლობაში და ნელა გრძელდებოდეს ფერმენტაციის პროცესი. თუ შევადარებთ ქარხნული ღვინის დაყენების პროცესი, ეს პროცესი მთავრდება ზუსტად 2 კვირაში და დამთავრებულია მთლიანად არის დამთავრებული ღვინის წარმოშობა. ხოლო ქვევრი ამას აკეთებს ხანგრძლივი დროის მანძილზე, თვეები და წლებით, სადაც ღვინო არის ყოველთვის ცოცხალი და უნიკალური. ზუსტად აი ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი კარგი ქვევრის არსებობას, ორგანოლეპტიკური თვისებები განსაკუთრებით მაღალია და უფრო ძლიერი არომატი აქვს ქვევრის ღვინოს. რაც თავარია, სწორ ქვევრში ბიოღვინო და ნატურალური ღვინო დაყენებული ხასიათდება სამკურნალო თვისებებით და მაღალი კვებითი ღირებულება აქვს. და ზუსტად ამიტომ ხდება ქვევრი და ამფორის ღვინოები უფრო აქტუალური. ეს არის თანამედროვე მარანი, მარჯვენა მხარეს ხედავთ დაცემენტებულ ქვევრებს, შიგნით კიდე გამოლესილია ამ თაფლის სანთელით, მოკლედ საქართველოს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქვევრის ღვინო არ გაგვაჩნია, იმიტომ რომ ეს მთლიანად არის დაკარგული. როგორც ეგან ვახსენე, დავამატებ, რომ შთამომავლობა ისე გაიზარდა კომუნისტების დროს, რომ ერთმანეთს ეს ტექნოლოგია ვერ გადასცეს. ეს არის ჩვენი კომპანია, ქვევრის კვლევის კომპანია, ჩვენ 4 წელია ვიკვლევთ ზუსტად აი ამ დეტალებს, დაწყებული თიხიდან, დამთავრებული თუ როგორ უნდა გამოიწვას და სად უნდა მოვიპოვოთ თიხა და რა ტიპის კედელი უნდა ქონდეს, დაწყებული არქივებიდან ამოღებული მასალებით, დამთავრებული ადგილზე რაღაცა გათხრებში მოპოვებული ქვევრის ნატეხებით მეორე საუკუნეში ამოღებულები, ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და შევქმნით ჩვენ თვითონ ჩვენი ხელით აი ესეთი დანადგარი. ეს არის მერჯი, ესე რომ ითქვა, 3D პრინტერის და სხვადასხვა ინსტრუმენტების, რომლებიც ერთობლიობა ქმნის ზუსტად აი ამ ქვევრის შენების პროცესს. ეს აპარატი იმართება სრულად ჩვენი დაწერილი პროგრამული უზრუნველყოფით და ასევე ალგორითმებით.
ინდივიდუალურად ყველა ზომის ქვევრს გააჩნია თავისი პარამეტრი, თუ როგორ უნდა აშენდეს, ეს ჩატვირთულია ფაილის სახით და ყველა ქვევრი არის იდენტური ხარისხის და სტანდარტიზირებული პროცესია სრულად. აგერ ნაჩვენებია მარცხენა მხარეს თიხის დამუშავების აპარატურა, ეს არის ვაკუუმ მიქსერი, სადაც თიხა ხდება ერთგვარი, რომ სხვადასხვა მხარეს არ იყოს სხვადასხვა ნაზავი, იდეალურად ვაკეთებთ შეზავების პროცესს თიხების, შუაში არის შენების პროცესი და მარჯვენა მხარეს თქვენ ხედავთ როგორი სიმეტრიული ჭურჭელი არის დაბეჭდილი. ეს არის თხელი კედელი, ზუსტად ადრე როგორც იყო საუკუნეების წინ ნამდვილი ქვევრს როგორც აკეთებდნენ ქართველები, თუმცა დღეს სამწუხაროდ კედლის სისქე გაიზარდა 4-დან 6 სანტიმეტრამდე არის ერთტონიანი ქვევრის ჭურჭელის კედლის სისქე, როდესაც ადრე იყო 15-20 მილიმეტრი და ჩვენ ზუსტად ამ ხარისხამდე მივიყვანეთ დღეს ქვევრის შენება. ძალიან ბევრი ტესტი ჩავატარეთ ქართულ თიხაზე, როგორც ეგრეთ ვთქვი, არქივიდან ამოღებული მასალებს გავეცანით, ასევე GIZ-მა გერმანულმა მხარემ ჩვენი ეს თიხები წაიღო საქართველოდან და გაიდლაინი მოგცა თუ როგორ უნდა გამოვწვათ და საუკეთესო კომპოზიტი დავსვით ბუნებრივი მასალებისგან, ეს არის საქართველოში მოპოვებული თიხები. ზუსტად ის, რაც ჭირდება ქართულ ღვინოს და ქვევრს. ეს არის შედარება, მაგალითად 40 წუთში ვაკეთებთ ჩვენ და ხელით ამას უნდა იგივე 2 კვირა. თუ შევადარებთ მაგალითად ტონიან ქვევს, ჯერ ტონიანი არ დაგვიბეჭდია, upgrade-ს ვაკეთებთ ახლა, მაგრამ ვფიქრობთ, რომ 6-დან 8 საათამდე დაგვჭირდება ბეჭდვა, ხოლო ხელით ამას 3-დან 5 თვემდე უნდა. ჩვენ ვიყენებთ ერთგვარ სტანდარტიზირებულ მაღალი ხარისხის თიხას, ხოლო ხელით სადრას აკეთებენ კაცმაერთის, აი შეხედავთ და სხვადასხვა ფერია ყველა მხარეს და პროცესები ჩვენ მხარეს არის სტანდარტიზირებული. წელს პირველად ჩაიწურა ყურძენი ასეთ ქვევრში, ჩვენს გარდა ჩაწურა ბიომეღვინემ და შედეგები არის საუკეთესო, ჯერჯერობით კვლავ მიმდინარეობს დუღილი, ზუსტად იმის ხარჯზე, რომ აი ამ მიკრო და ნანოფორებიდან მიეწოდება აირი და არ გაჩერებულა ფერმენტაციის პროცესი. ეს გაგრძელდება, ნელ-ნელა დაიკლებს და გაზაფხულზე იქნება იდეალური ღვინო, თუმცა უკვე გავსინჯეთ და საოცარი არომატი აქვს. ხო, ეს თან ვიტყვი, რომ ეს ფეხზე დამდგარი ქვევრი გავაკეთეთ, ქვედა მხარეს აქვს ვალვი, როგორ არის ქართულად სარქველი, გასარეცხად, შეგიძლია როდესაც დაასრულდება პროცესები, ეს სარქველი გახსნა და ჩამოცალო მთლიანად და წყლის ჭავლით მარტივად გარეცხო. ირეცხება ადვილად. BBC-ზე ვიყავით 1 დღის განმავლობაში, ფრონტი იყო ჩვენი. თავარ გვერდზე და ძალიან დიდი სტატია მიეძღვნა ამას. Audience Award-ი მოვიგეთ 60 ქვეყანა მონაწილეობდა 60-ზე მეტი საბერძნეთში და 5 ჯილდოდან ერთ-ერთი ჩვენ წამოვიღეთ. ეხლა სად ვართ? ესე იგი, მარჯვენა მხარეს, სადაც მონიშნულია ბიოღვინო ფერმენტაცია უკვე მიმდინარეობს და ფაქტობრივად გავიარეთ დასტური იმისა, რომ კი ასეთ ქვევრში შეიძლება საუკეთესო ღვინის დაყენება და ყველაფერი კარგად გავაკეთეთ. ამდენი წლების მანძილზე მივახციეთ ზუსტად ამას, ძალიან ბევრი ბარიერი გადავიარეთ და მზად ვართ, რომ 2023-ში დავიწყოთ მცირე წარმოება. მცირე წარმოება გვინდა იმისთვის, რომ კიდე დავხვეწოთ პროცესები, ეს არის ლოჯისტიკა, ეს არის თიხის მომარაგება, მომზადება, შემდეგ დიდი ქვევრების გამოწვა, აი ეს ამ პროცესების ავტომატიზაცია კარგად შევისწავლოთ და 2024-ში უკვე სკეილზე გავიდეთ და გავიზარდოთ. ლოკალური ბაზარი AgroSolution-მა შეისწავლა, ჩვენი პარტნიორია და დაახლოებით 300-მდე ქვევრი კეთდებოდა დღემდე ტონიანი, ესლიტრებში მაგადაყვანილი, იმიტომ კეთდება 500 ლიტრიანების, 100 ლიტრიანების და ჯამური მოცულობა მაგათ გაცვლილი, თუმცა მოთხოვნა არის გაცილებით მეტი, 5 ჯერ მეტია მოთხოვნა, აი მარჯვენა მხარეს არის ნაჩვენები, დაახლოებით 1500 წალი ტონიანი ქვევრია საჭირო იმისათვის, რომ ყოველწლიური ბაზარი დავაკმაყოფილოთ ეს მხოლოდ საქართველოში. მაგრამ უკვე მეღვინეებში გავრცელდა ის ამბავი, რომ გასანთლული ქვევრები არ ვარგა
და ბევრს უნდა რომ თავის ქვევრი ამოიღოს და ჩადოს ნამდვილი ქვევრი თავის მარანში. შესაბამისად ეს რიცხვიც გაიზრდება. რაც შეეხება ფასს, აქამდე იყო 1 ევრო, 2 ევროც ღირდა ხელი გაკეთებული ქვევრი, თუმცა ფასი დაეცა, იმიტომ რომ ყველა არის გასანთლული და ამ ბოლო დროსაც კი კეთდება, უმეტესობა იბზარება 10-დან 6-7 ქვევრი იბზარება და საბოლოო ჯამში მეღვინე კარგავს ღვინოს და ძალიან დიდი ზარალი ამ ესეთი ქვევრის მიწაში ჩადება და მერე უკან ამოღება და გამოსვლა და მოკლედ ძალიან დიდი პრობლემაა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ 2-3 ევროთი შევიდეთლიტრზე, არის ეს საუბარი, ტონიანი შესაბამისად 2-3 ევრო ეღირება, ამ ფასით შევიდეთ ლოკალურ ბაზარზე. ხოლო ექსპორტზე შეგვიძლია უფრო მაღალი ფასიც კი დავარქეთ. ეს არის sales forecast-ი, ესე იგი მცირე წარმოება, როგორც ახსენეთ წეგან, დღეში 500 ლიტრიანი ჭურჭელი რო დავგვესწროთ, ან მაგალითად 5 ცალი 100 litrიანი, ან 2 ცალი ან 3 ცალი 200 litrიანი, $2.5 რო გავყიდოთ, 20 დღე თვეში მიახლოებით გავდივართ $300,000-ზე gross revenue-ზე. ხოლო scale-ის შემთხვევაში ეს რიცხვი გაცილებით დიდია, თუმცა ეს არის მაინც დაბალი წარმოება, მაინც რაღაცა მინიმალური ავიღე, რომ ძალიან დიდი ციფრები აქ რიცხვები ესე არ ჩამეწერა. 3,600,000 gross revenue, საიდანაც 80-85% არის ჩვენი მოგება, მარჟა. იმისათვის რომ დავიწყოთ პატარა წარმოება, ჩვენ არ გვაქვს ღუმელი და გვინდა ამის შეძენა და ასევე გვინდა რომ დავამატოთ თიხის გადამუშავების ხაზი, რომ ცოტა წარმატება გავზარდოთ. აი ეს ორი აპარატი გვჭირდება, მიახლოებით ამათი ფასი არის $40,000-50,000 და აი ეს თანხა გვჭირდება, ეხლა რომ ავწიოთ და პრინციპში მეტი არაფერი აღარ გვინდა, ვიწყებთ 2023 წლიდან წარმოებას. ვფიქრობთ, რომ გავყიდოთ 3%, 1% $20,000-ად, თუმცა შეზღუდული არა ვართ, შეგვიძლია მეტიც გავყიდოთ, ალბათ 8%-მდე, მაქსიმუმ 10%-მდე. ესეც ძალიან ღიაა და შესაძლებელია ამაზეც დალაპარაკება. პროდუქტების კატეგორიები შეგვიძლია ასევე მომავლისთვის გავზარდოთ, ესე იგი ქვევრი იქნება მიწაში ჩასადები, იქნება ფეხზე დასაყენებელი, ძალიან აქტუალურია ქვეყნებში ამფორა არის ფაქტობრივად იგივე ქვევრია, სხვა ფორმა აქვს, შუაში როგორც ნაჩვენები და ეს მაინც Georgian Identity-ის გრილი ვიფიქრეთ, ამას ძალიან მარტივად დავამზადებთ და ესეთი ჯერ არ ყოფილა და ძალიან საინტერესოა ამის რეალიზებაც. კიდევ ერთი მთავარი დეტალი, იმის გარდა რომ აქ დავამზადებთ, ჩვენ შეგვიძლია ლოკალურად, მაგალითად კალიფორნიაში დავბეჭდოთ ამფორები და იქ ადგილზე ვაწარმოოთ. და მივაწოდოთ იქაურ მომხმარებელს. BBC-ის შემდეგ ძალიან დიდი გამოხმაურება მოყვა ამ ყველაფერს და 13 ქვეყნიდან მივიღეთ request-ი, ზოგს ფასი აინტერესებს, ზოგს პირდაპირ ყიდვა უნდა, ზოგს უბრალოდ გატესტვა უნდა, ზოგი გვეუბნება, რომ მივცეთ ექსკლუზივი, ერთი კომპანია იწერება და უნდათ რომ ამერიკაზე და კანადაზე აიღონ ექსკლუზივი, ანალოგიურად ხდება იაპონიაშიც. და retail segment-ზე შესაძლებელია გასვლა, ვფიქრობთ, რომ ძალიან მარტივად მოხდება IoT ტექნოლოგიის იმპლემენტაცია ქვევრის თავსახურში, საიდანაც მომხმარებელი ვიზარდის გამოყენებით შეძლებს ყველანაირი გამოცდილების გარეშე ქვევში, სახლში დააყენოს ღვინო, მოიტანოს ყურძენი, ვიზარდი ეტყვის, რომ ჩაწურია, შეარჩია ყურძნის ტიპი, სენსორები ეტყვიან, რომ მიმდინარეობს ფერმენტაცია, ეხლა უნდა მოურიო, გახსნა, დახურო, გამოდევნო ჰაერი და რაღაცა დროის მერე მოუვა მესიჯი, რომ your wine is ready და შეგიძლია მიირთვა ღვინო. ეს შეგვიძლია რაღაცა მცირე ზომის ქვევრები ესე დავაშიფინგოთ, რომელსაც მოყვება Android და iOS-ის აპლიკაცია, თავის სენსორებით იქნება აღჭურვილი. ეს არის სულ. დიდი მადლობა.
ბატონო, მაშინ ხო, მადლობა. რამდენიმე კითხვა მაქვს მე. სანამ ვახოდას რომ ალბათ კითხვებს დავუსვამ. $60,000 შემთხვევაში პირველ წელს დაახლოებით რაზეა საუბარი, ესე იგი, შემოსავალზე $300,000-ზე. კი ბატონო. და $300,000-დან, ესე ვთქვათ, ინვესტორების ჯგუფმა რომელმაც $60,000 შემოიტანეს, ანუ დარჩება რამდენი 9,000? 5,000, 5,000. 3%. თუ ესე ქეშად გადავთვლით კი. კარგი. როგორ შეიძლება რომ ცოტა უფრო საინტერესო გავხადოთ? ნუ პრინციპში ეს 2023 წელი მაინც შუალედური ზრდის პერიოდია და დახვეწის, ამიტომ 2023-ს არ მივიჩნევთ რაღაცა დიდ შემოსავლებად. უფრო long term-ზე ეს გათვლილი 2024-2025, სადაც მართლა მნიშვნელოვან შემოსავალზეა საუბარი და ყოველწლიურად ეს შემოსავალი გაიზრდება იქ აი დათო შეხედე მოდი სხვანაირად შევხედოთ რა. $60,000-ით წარმოების მოცულობა რაც იქნება, ანუ მაქსიმალურად დატვირთით რომ იმუშაოს ესე რომ თქვა. 300,000-ზე მეც ხო ვერ შემოიტანს. ვერ დატოვებს. $60,000 პირველ წელს არა. შემოიტანს. პირველ წელს არა. ახლა სტარტაპი ვართ, ესე იგი შუალედური ისაა, ანუ 2023 წელი შემოსავლიან წელად არ. გავიგე, მეორე წელი ხაი. მეორე წელი 2024-ში 300, ანუ შეხედე ეს წარმოება, ანუ $60,000 დაფინანსებული წარმოება $300,000 მოიტანს შემოსავალს დაახლოებით, ამაზე მეც ვერა. ამაზე მეც ვერა. ნუ თუ ახლა უფრო დავტვირთავ, შესაძლებელია უფრო მეტი. ვერ დატვირთავ, მეც 8 საათი ჭირდება ერთი ქვევრის გაკეთებას და აკეთებ დღეში გააკეთო მაქსიმუმ რამდენი 500-600 ლიტრი ხო შექმნა რა ლიტრის მოცულობა 500-600 ლიტრი კი 500-600 ლიტრი მაგრამ ახლა შეგიძლია ხანდახან მეორე ცვლას დავამატო ციტრის მაგივრად და 5 მაგრამ იმას ნორმალური მუშაობის პრინციპი ანუ პროცესი მეორე ცვლა ხა 24 საათი ვერ ამუშავებ ანუ რეალისტურად რო შევხედოთ ხო გააკეთებ 500 litrს დღეში ამას ჭირდება მომარაგება, ამას ჭირდება ის მანქანა დანადგარები, რაც ჩვენ გვექნება დაუშვათ ამ 60,000 ინვესტიციის შემთხვევაში 500 ლიტრი გვექნება capacity maximum. რაც არის, ანუ რა ციფრებიც გიწერია დაახლოებით ეგ არის, ხო? $300,000 revenue და გავნეტოთ მაქსიმუმ 5,000 იმ 63% გაიყოს 5,000 მაქსიმუმ. რა 5 ნუ 6 ყველაზე ისეთ ოპტიმისტურ ვარიანტში რა. ანუ თორნიკეს კითხვა რა არის, რომ შემდეგ როდესაც გაიზრდება აი გაზრდის სტრატეგია რა არის, იმიტომ რომ 3% იმდენად ცოტა არის, ფული გასაგებია რომ ბევრი არ არის მოთხოვნილი რა ინვესტიცია რა $60,000, მაგრამ 3% იმდენად ცოტა არის, ხვდები, რომ პატარა რაღაცის 3% ვიქნებით თუ დიდი რაღაცის 3% ვიქნებით, მაშინ მნიშვნელობა აქვს, რომ აი დიდი რაღაცის 3% აზრთან ახლოს არის, მაგრამ შემდეგში შენ რომ ესე იგი 3,000 თუ 4,000 ლიტრი რო აწარმოო დღეში, ხო? ამისთვის გჭირდება 8ჯერ მეტი პრინტერი, 8ჯერ მეტი გამოწვის ქვაბი, 8ჯერ მეტი ის რაღაცა მოსაზელი ამბავი, ანუ ფლატ 8-ზე არ გამრავლდება, იმიტომ რომ უკაი 6-ზე ქვევრი სიმეტრიულად რო იზრდება წრეზე, გეომეტრიული პროგრესით ემატება მოცულობა. შესაბამისად ერთი პრინტერის მაგივად 4 ამ ერთ პრინტერს 4 პრინტერი რო დავამატო, ზუსტად გავდივარ მაგ მოცულობაზე. ანუ 4 პრინტერის დამატება მჭირდება და 2 დიდი ღუმელის. ხო, აი ყურე გავიგე, რასაც ამბობ, მაგრამ ტონიანსო შენ რავი პრეზენტაციაში ესე თქვი, რომ ტონიან მას რა ქვია, ქვევრს შენ აკეთებ 8 საათში. კი. ანუ თქვათ, რომ ერთი აი ამ კომპლექტით შენ აკეთებ 1 ტონა იმას ხო? რა ქვია? კი. დღეში. ანუ შენ გჭირდება რომ გახვიდე იმ მოცულობაზე, რაზეც გააქვს პრეტენზია, 5 ეგეთი კომპლექტაცია. კი ბატონო. 5 ეგეთი კომპლექტაცია, მაგრამ 5 ღუმელი არ მჭირდება. 1 ღუმელი მჭირდება უკვე, სადაც ბევრი ქვევრი ეტევა და 1 ანთებით წვავ. ანუ ამატებით ინვესტიცია იქ რო გავიდეთ 3,5 მილიონიან revenue-ზე, რამდენი გჭირდება? შემდეგი რაუნდია.
შემდეგი რაუნდი რამდენია საჭირო? არა, უკაცრავად ვერ ხვდები მაგას რა, ძალიან დიდი ბოდიში. აი ზუსტად მან მაინტერესებს რა. შეხედე კი ბატონო. ჩაგერიე ვახო, მაგრამ აი შეხედე რა მაინტერესებს რა. რომ $300,000 2024 წელი დაუშვათ ვთქვათ რომ ტოვებს რა. და ტოვებს არა, ბრუნვა არის. ტოვებს არა 2023-ის შუიდან $200,000 ახალი მაქსიმუმი რაც იქნება. აი ბატონო. აი ვახო, ბაზარი არ არის. $200,000. კაი, რა მნიშვნელობა აქვს, ხო? მაგრამ ეხლა კითხვა მაქვს ეგეთი. $200,000 რეალურად მე რომ იმას აქვთ რა ქვია რა, ისევ წარმოებაში მიდის თუ არა. ანუ შეხედე ეს $60,000 2024 დღეს მოცემული $60,000 2024 წელს დატოვებს $200,000 გავიგე, რაც უკვე კარგია. მაგრამ მე ის $200,000 იზრდება თუ არა, ანუ ისი თქვა მინდა, იცი შეხედე რომ ანუ ის $200,000 მიდის თუ არა იმაზე რომ წარმოება იმდენად გაიზარდოს, რომ საბოლოო ჯამში 3%-ში რო ავიღეთ, ხო ხვდები, ანუ წელიწადში $5,000 კი არ იყოს ეს და საბოლოო ჯამში რა, არამედ რაღაცა დიდის 3% იყოს. ვახო ხვდები ხო რას გულისხმობ რა? მე კი ხვდები, მე მაგი ვკითხე დათოს რომ ანუ მე შემდეგი რაუნდი შემდეგი ფული საიდან მოდის რა, მაგ კითხვა დავსვი. რაუნდი რატოა საჭირო? ეს ხო ტოვებს ამის რეინვესტირებას ახდენს, ანუ მე კაი ჩემი 5,000-ით მთხოვს რომ ეს 5,000 რეინვესტირება გავაკეთო, რაც მოვიგე პირველ წელს ჰიპოთეტურად და თვითონ თავის 200,000 უკანაბრუნებს თუ კიდე რაუნდი და უნდა გაყიდოს წილი ამისანაც. ეგ კითხვა დავსვი ზუსტად. ესე იგი, ყველანაირ შემთხვევაში ეს იქნება რეინვესტიცია. ეს ფული გარეთ არ გადის. მაგრამ მე მგონია რომ ეს ფული მაგას არ იყოფა და ალბათ 15% პლუს ვფიქრობ რომ კომპანიის წილი გავყიდო. გავიგე. ანუ რამდენი გჭირდება სულ 3,5 მილიონიან ბრუნვაზე რო გავიდეთ, რამდენი იქნება საჭირო ფული კიდევ? სადღაც $400,000 ჯამში. იმიტომ რომ უნდა აშენდეს ქარხანა, შენობა, ეხლა მასე ხო ვერ გავაკეთებ ამ გუნდის ქარხანაში მელიქიშვილზე. ქარხანა თუ არ გადავაქცევ. აუ ტერიტორია გჭირდება. ტერიტორია მჭირდება, ვფიქრობ რომ ეს ტერიტორია იქნება სადღაც ზახესთან ახლოს, იმიტომ რომ მჭირდება იაფასიანი დენი და მიერთება იქნება შესაძლებელი ძლიერ ჰესთან. ახლო ან მანდ ან დუშეთში და მაგის მიხედვით მაღალმთი არის იმაში ყველაზე ნაღდია რა, მაღალმთიანის სტატუსი რასაც აქვს იქა. ვიფიქრე გუდაურის გზაზე რო არის 8 მეგავატიანი ჰესი. იქაც, იმიტომ რომ იქიდან აღებული ენერგია არის რაღაც 4-6 თეთრი კილოვატი 32-ის მაგივრად. და ალაზნის ლამიც და რაღაცები იქ ახლო-ახლოა და ტრაილერებით მაგივრად მოძრაობენ მაგ ტერიტორიაზე. ლოჯისტიკურად შესაძლებელია მაგათიც გამოყენება. ხო და ნუ ფაქტობრივად ასაც ყობი არის. ხო და რა თქმა უნდა ტემპერატურული გარემოც მაღალმთიანში უფრო დაბალი არის, ზის სხივებს თუ მას ვიზამ დავჭდილავთ, შესაბამისად სიცივე არის და სიცივე ჭირდება ამ ქვეყნს. ასაშენებელია ქარხანა, ასაშენებელია ღუმელი, სავარაუდოდ 2 ღუმელი. სანამ ერთში ცივდება, მეორე უნდა ჩაერთოს და დაიწყოს იქ გამოწვის პროცესი. ყველაზე ძვირი არის მეგობრებო აქ ღუმელი. ანუ $400,000 ყოფნის ამას ცოტა ეხლა რაღაცა მე ცოტავება იმისთვის რაც ჩამოთვალე. $400,000, ესე იგი ჩაბრუნებული ინვესტიცია, ანუ საკუთარი ჩაბრუნებული 200, კაი. ჩაბრუნებული 200, ინვესტორის 200-300 მაქსიმუმ და ჯიტას დამატებითი 650,000-იანი გრანტი ხომ არის? იცი რა მაინტერესებს 650,000-იანი ანუ პარტნიორს რატო ეძებ მაშინ 650,000 თუ აქვს? ის 650,000 არ გაძლევს. შეუნა ჩადო. შენი წილობრივი მონაწილეობა ჭირდება. 50%. ხო და ეს ვერ გაძლევს კლიენტს.
ინვესტორი მარტო იმიტომ არ მინდა რომ ფული მოიტანოს და დადოს და დავიწყოთ. მე ინვესტორს განვიხილავ რომ რაღაცა თავისი ისიც კონდეს. გაყიდვის ბაზარი, უფრო რაღაცა ნეტვორკი, გაყიდვის ქსელი. უფრო ისეთი პასიური ინვესტორი დათო და გავიგე, მაშინ მე გჭირდები შენ 3% პირდაპირ უნდა მომცე, რომ მაგენი მაგრა გაგიყიდო. პირდაპირ უნდა მომცე, ეგრევე გამიფორმო, ეხლა გაყიდვიდან მოგცემ. დათო, ისა რა ქვია, ღვინის ქარხნებთან იყავით თუ უბრალოდ რაღაცა ვთქვათ რაღაცის გამო არ მიდიხარ, ანუ ღვინის ქარხნებისთვის ეს არ არის მნიშვნელოვანი? ღვინის ქარხნებისთვის მნიშვნელოვანი არის კი, მაგრამ აი რა ვიცი, რო ველაპარაკეთ, ჯერ ფული არა გვაქვს, ქვევრი თუ გექნება ვიყიდით. აი ესეთია, ვიყიდით და უნდათ ბევრი ქვევრი, უნდათ ერთიანი. მაგრამ ეხლა რომ მე გამოუწერო ინვოისი რაღაცა 30 ქვევრზე, ვერ ვაკეთებ. და რამე პირობებზე რო შევთანხმდით მაგაზე, ანუ მართლა იცით რატომ აქ კითხვა, იმიტომ რომ რეალურად ის უფრო მარტივი გზა არ არის, ვიდრე ასე ვთქვათ, თუნდაც ჩვენთან ამაზე საუბარი, აი ეგ მიკვრის მაგრა. არ არის მარტივი გზა, არ არის, იმიტომ რომ მე რო არა მაქვს ადგილზე ღუმელი 100%-იან იმას ვერ ვეუბნები, რომ აი ეხლა რო შემიკვეთავ სექტემბერში გექნება ქვევრი. მაინც პატარა ტესტები ჩასატარებელია, როგორ გამოიწვევა 500 ლიტრიანი, როგორ გამოიწვევა 800 ლიტრიანი, შეიძლება გამეჭიმოს 2 თვე, შეიძლება გამეჭიმოს 6 თვე და რაღაცა შესაძლებელი გამოიწვევს. ანუ თეორიულად რაღაცა რისკები დიდის გამოწვაზე არსებობს. კი. დროის ფაქტორიო, როგორც გავიგე მართლა. დროის ფაქტორია, ეს რაღაცა დიდი რისკები არ არის, მაგრამ აი 95% ვფიქრობ, რომ ეგრევე გამოვა. მაგრამ ამაში ან 1 თვეში გამოაცხობს, ან 4 თვეში, ან 6 თვეში, რა, მაგრამ გამოაცხობს რაღაცა ეგეთია. კი, ყველანაირ ვარიანტში გამოაცხობს. ხო, შეხედე რთული ეტაპები გავიარეთ, რომ აი აქამდე თუ მივიდოდი არ მეგონა. რახან მოვედი, ეხლა იცი რა კითხვა მაგ როცა ამბობ 1 თვეში, 4 თვეში, ან 6 თვეში. როცა მაგას ამბობ. ეს ნიშნავს, რომ ეს უბრალოდ ტესტირების რეჟიმია, იმიტომ რომ სხვა მოცულობის, ესე ვთქვათ, დიდი ზომის რაღაცას უფრო დიდი, ანუ ესე ვთქვათ, უფრო მეტად პრობია შეიძლება უნდა წახვიდე, ეს არის ერთი დგომა მესმის ეგა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ მე შეიძლება 6 თვე გჭირდებოდეს ხოლმე ქვევზე თუ 6 თვე გჭირდება, რომ აი სწორედ ესე ვთქვათ, კალიბრაცია გააკეთო ყველაფრის და მე კალიბრაცია რო გააკეთოს. ხო, კალიბრაცია. ყველა ქვევზე 6 თვე არ მჭირდება. მე მჭირდება აი დიდი ღუმელის მოცულობაში ან ტემპერატურების განაწილება როგორ მოხდება. გავიგე. ანუ კალიბრაციაზეა საუბარი. პრინტერის კალიბრაცია დაჭირდება ყველა ვარიანტში და ღუმელის რა, რომ მიიღოს კარგი თავისთავად, კი, ზუსტად ეგ არის. ანუ ჩვენ რო საუბრობთ ინვესტიციაზე, ჩვენ უნდა გავთვალოთ ისიც, რომ ის რაღაცა 300,000-იანი revenue დაახლოებით 1 წელიწადში არ იქნება, 2 წელიწადში იქნება რა. 2024-ში იქნება. ეგეც შესაძლებელია, კი. ეხლა სტარტაპია და ისეთ რაღაცას ვაკეთებ, არავის არასოდეს არ გაუკეთებია და ვერც შევხედავ და ვიფიქრებ, რომ ესე კი არა, ისე გავაკეთე, ისე გავხვა, იმიტომ რომ ეს ესეა. ყველაფერს ვიგონებ. აი, ჩვენ რომ მოგაზრდიოთ ეგ ფული რა, დაუშვათ რა, ჩვენ რაღაცა გავინაწილოთ, რაღაცა გადავინაწილოთ ეგ რისკები და დაუშვათ ისეთი სასტავი შემოვიდეთ, ვინც აი საჭირო ტიპები არიან შენი ბიზნესისთვის რა. ეხლა მე პირადად მაგარი საჭირო ვარ შენთვის ბაზრების გახსნისთვის რა. პირდაპირ ვამბობ რა, ამერიკაში მე ისეთი შესაძლებლობები მაქვს, რაც შენ ძალიან მაგრად გჭირდება რა. ერთი, მეორე, აქ მარკეტინგული თემა მაქვს ისეთი, რომელიც ასევე მაგრად გჭირდება რა. ესეთი რაღაცა რომელსაც 3% ანუ ისეთი ეს არის ციფრია, რომელზეც ანუ აი ხდები რაღაცა мотиваციას და რაღაცას არ გვაძლევს ეგ არანაირს რა, რომ რაღაცა დავფიქრდეთ და დრო დავხარჯოთ. ჩვენთვის ხო აქ მთავარი არის კაი $60,000 შევკრიბავთ და იმას გავრისკავთ, რომ გამოვიდეთ, მართლა მაგარი იდეაა, მართლა ასწორებს, მაგრამ ანუ ხო ხდები ჩვენ ხო დრო უნდა დავხარჯოთ ამაში. ყველაზე მთავარი აქ იქნება ჩვენი დრო, რომელსაც დავხარჯავთ ამ საქმეზე. ხო, თუ არ დავხარჯეთ ეს დრო, გარედან რო უყუროთ, შენ მარტო შანსი არის რომ გაგიჭირდეს რა. შესაბამისად, ნუ ჩვენი ჩადებული ინვესტიციაც ჰაერში წავა და პლუს ის პერსპექტივაც, რომელიც ამას ნამდვილად აქვს და ვხედავთ ამ პერსპექტივას. რა არის მაქსიმალური თანხა, პროცენტი, რაც შეგიძლია შენ თქვა, რომ აი ამას მე ვიძლევი, თუ ჩვენ რას ვამბობ, იცი? საინტერესო ამ ბიზნესისთვის საინტერესო ტიპებს დავაინტერესებ და შემოვიყვანთ მათ წილობრივ მონაწილეობაში. ანუ სიტყვაზე ვამბობ რა.
მე თორნიკემ ვიღაცამ გავინაწილეთ ეს რაღაცა პროცენტები, ხვდები, შემოვედით და გავაკეთეთ ეგ ისა, რა ქვია, შენ რაც გჭირდება 60,000 ინვესტიცია, მაგრამ ისეთი ტიპები შემოვიყვანეთ, ვინც საჭიროა ამ ბიზნესისთვის. მეღვინეები და ასე შემდეგ, ტექნოლოგები ან რაღაცა. ისეთი სასტავი. ეხა ისე ვლაპარაკობ, არ ვიცნობ მე არც მეღვინე ტექნოლოგიებს და არც ის, მაგრამ ანუ ბევრთან გვაქვს ცდომა როგორც ბიზნესი თუ ბიზნესი რა. ეხა გაცილებით მეტი კონექშენები აქვს თორნიკეს ჩემზე. მე მაქვს ბევრი კონექშენები დაუშვათ ამერიკაში და რაღაცა ისეთი შევქმნით, ისეთი გუნდი შევიკარით, რომელიც მაგარი საინტერესოა ბიზნესისთვის რა. მაგ შემთხვევაში რა პროცენტს ფიქრობ, რომ გაცე შენ იმის სანაცვლოდ, რომ ჩვენ ეს დავიწყოთ რა, აი $60,000 რა. რაც გჭირდება. ანუ ლაპარაკი არის $60,000-ზე ზედაზღვარი და პლუს პროცენტი უნდა ავწიო, მაგას მეკითხები? ხო. რა ვიცი, ამ ყველაფერს თუ გავწერთ და შესაბამისად მიიღებს კომპანია რაღაცა მართლა value იქნება ამაში და უბრალოდ ისე არ ვიტყვით, რომ აი რა ვიცი, დასათვლელია. როგორ ფიქრობ? აი, მაშინ ეგ უნდა მოიფიქროთ, რომ value იქიდან გამომდინარე იქნება, მე პირადად გეუბნები, მე მაქვს ბაზა ამერიკაში 1400 ოჯახის, პირდაპირ ოჯახის, ვისაც აქვს homeowner-ი არის რა, ქართველი homeowner-ი. ანუ ეს რა ბაზა მაქვს, იცი, ნაყიდი მაქვს 2018-ში ეს ბაზა ძალიან დიდი ფული მაგ გადახტილი ამ ბაზაში, ანუ 1300 რაღაცა 1400-მდე ადამიანს ვიცნობ, ესე ტელეფონზე შემიძლია დაურეკო, რომელსაც აქვს საკუთარი სახლი ამერიკაში. ეს ნიშნავს, რომ იქ რაღაცა უკვე დასახლებულია, უკვე გაამერიკელებულია, ფული აქვს და მომენტ, კაროჩე, ქვევრს იყიდის რა. პლუს ამას ბალტიმორში მაქვს, ანუ უზარმაზარი warehouse-ი, ანუ აქედან ტრანსპორტირება გაუშვი და იქ დავასაწყობე და იქ ლოჯისტიკა ავაწყო, პრობლემას არ წარმოადგენს ჩემთვის, ხვდები? და პლუს ფიქრობ, რომ საინტერესო იქნება ამ ბიზნესში რაღაცა ისეთი ბიზნესის შემოყვანა, რომელსაც გავატრენდულებიებთ შემდეგ ამას რა. აი მაგალითად რომელიმე აზემოსული მეღვინე, მაგარი ისეთი პრადვინუტი ბიზნესმენი, რომელსაც არა დიდი ქარხნის, რომელსაც რუსეთში გააქვს და ფეხებზე კიდია ეგ რაღაცა პატარა მაგარი ქარხნის მფლობელი, რომელიც ამ warehouse-საც მოგუცემს, ხვდები, პრინტერსაც დაგვადგმევიებს, იქვე წარმოებას გააძრობს და ეს მარკეტინგში მაგასაც დაეხმარება და ჩვენს დაგვეხმარება პროდუქტის იმაში რა, ხვდები, პრომოუშენებაში რა. აი როგორც ახლა შენ გაქვს ღვინის ქარხანაში, ხო? ეგეთი რაღაცა ლოკაცია შეიძლება ყვარელში იყოს, შეიძლება თბილისთან ახლოს იყოს, არა აქვს მნიშვნელობა რა. რაღაცა ისეთი, ეხა მომივიდა ეს თან რო ლაპარაკობ თან მომივიდა რა, ეგ აზრად რა. ხვდები, რომელიც აი წაგუწევს წინ სხვა ფონში რა. იქ რაღაცა შეიძლება სხვა სეგმენტზე გავიდეთ ვაფშე და შეიძლება ვაფშე ტურისტებმა დაიწყონ შენი 50 ლიტრიანი ქვევრის ყიდვა ან რაღაცა სიტყვაზე ვამბობ რა, ხვდები და სხვა რაღაცა ის შეძინოს ამან აი ღვინის ქარხანაში გაკეთებულმა რაღაცამ რა, ან ეგეთი ტიპი შემოვიყვანოთ ან რაღაც. მე მინდა პროსტა ვიცოდე ის მაქსიმალური ზღვარი, იმიტომ 3% პირდაპირ გეუბნები არანაირად საინტერესო არ არის რა, აი პირდაპირ ვამბობ. ბიზნესი საინტერესოა, მაგრამ 3% პროსტა არ დაგვახარჯიებს არავის დროს მაგაზე რა. აი ეგ არის. მესმის, აბსოლუტურად მესმის. ეს 3% მართლა იმის ნიდია, რომ აი ღუმელი და რაღაცა მეტი გადაწავსულიყავ წინ, თუმცა წინ რო გავიხედოთ, შეგვიძლია ორნაწილად გავაკეთოთ, რომ ჯერ 3 და მერე რაღაცა 15 ან 20 და მართლა გავწეროთ ეს 20 ამის მაგივრად კომპანია რას მიიღებს, რა value-ებს და მაგის მიხედვით ვისაუბროთ. მე რაღაცა ეგრე მგონია, შეგვიძლია თავიდანვე გავაკეთოთ. ეხლა მე ეს კომპანია რო დავაფუძნე, გამომყვა ჩემი მეგობარი რა, ზუსტად აი angel investor-ი რაც წაკეთებს, ეს ფული მომცა, მიდი და როცა გინდა მერე გამოისხიდე. ესე მითხრა. ეხლა იმას აქვს 5% აღებული. და ძალიან იაფად 60,000 ლარად. შეგვიძლია ისიც გამოვისყიდო, ჯერ მაგასთან არ მილაპარაკია, მაგრამ იდეაში ვერ მოყვება, იმიტომ რომ ეხა ინვესტირების საშუალება არ აქვს და თავის სხვა რაღაცებს აკეთებს და შემიძლია დაველაპარაკო და იმის პროცენტს გამოვისყიდო. და 20-25%-მდე ავწიოთ. მოდი ესე ვთქვათ რა. გავიგე, ვახოს ვეთახვები ბოლომდე, რომ 3% აქვს ამ იმაში, ესე ვთქვათ, ცოტა ისე, ანუ შეხედე 3% ჟღერს არა მომხიბვლად
იმ სცენარშიც, რომ ეს ბიზნესი რო აფეთქდეს. ანუ აი ძალიან მაგრა რო წავიდეს, ესე ვთქვათ, გაიფუშტოს, მაგ შემთხვევაშიც არა, სამი ძალიან ცოტაა. ხო, ეს ჩათვალეთ, რომ აი რაღაცა დახმარების სახით ეგრე უფრო არის. ვახოს ვეთანხმები მიდგომაში იმაზე, რომ ეს ვთქვათ, ეგ შესაძლებელი შეიძლება იყოს. შენ გეთანხმები იმაში, რომ სამართლიანია, რომ შენ ამბობ, რომ მოდი ზუსტად ვთქვათ რა ღირებულებების, რა ტიპის ღირებულებები შეიძლება შემოვიდეს და ეგ გავწროთ და მაგის მიხედვით ესე ვთქვათ რაღაცა milestone-ებზე და რაღაცა პრინციპებზე გავაწყოთ რა, ხო? რომელიც შეიძლება flexible იყოს, ან ნაკლებად flexible. გასაგებია, ანუ პრინციპი არის ის, რომ ამაზე მზადხარს ასაუბროთ. ესაა პირველი მნიშვნელოვანი საკითხი რა, ხო? ვახო. ძალიან ღიავარ, იმიტომ რომ მე მინდა რომ ეს წავიყვანო და მივიყვანო ბოლომდე. კაი, ვახო, მეთანხმები ხო მაგიმეში რა ქვია. კი. დავდო პროდუქტი და მალე. კარგი, ეხლა მეორე საკითხი რა. სანამ ვახო უკვე ამ საკითხს დააყენებდა, როგორც დააყენა რა, მე ვფიქრობდი კიდე სხვა მიდგომას, რომ რეალურად თუ 2024 წელს 60,000 აგენერირებს დაახლოებით $200,000 ნეტს, ხომ არ შეიძლება რომ cash waterfall-ი, ანუ თანხების რიგობრიობა იყოს ეგეთი, რომ ესე ვთქვათ, რაღაცა მომენტში ჯერ ბრუნდებოდეს რაღაცა ნაწილი, პრინციპს ვიძახი ინვესტორის მხარეს და მერე ესე ვთქვათ ის მიდრეს, მაგრამ ეს მეორე მომენტი, რაც ახლა ვახომ დააყენა, მგონია რომ უფრო სწორია რა, რომ ესე ვთქვათ, სხვა შეფარდებაზე საუბარი. კაი, გავიგეთ. ანუ თუ ეგ მისაღებია, მგონია რომ ახლა ეს ხო ვიდეო იწერება კიდევაც, მგონია რომ შემოგვერთდებიან ესე ვთქვათ კოლეგებიც, პრინციპი გავიგე. ხო, ერთი კითხვა მაქვს კიდე, ანუ შენი პარტნიორი. დღეს სტრუქტურა როგორია კომპანიის, ეს არის შპს და დანარჩენი 95%-ია შენი თუ კიდე სხვა ხალხიც არის? გეტყვით, ესე იგი როგორ არის? შპს-ია 12% არის გაცემული IT-ის მხარეზე და ტექნიკურ hardware-ის ნაწილზე. ესე იგი hardware და software-ის ვინც ამუშავებს, ან ჯგუფის წევრები კი არიან, მაგრამ უშუალოდ მაგათ ეკუთვნიან. და აქამდე მომყვებოდნენ, აი რაც საჭიროა, მომყვებიან კიდე ბოლომდე. რასაც ვამბობ, რომ უნდა გააკეთეს ესე, ისინი აკეთებენ ხელფასის გარეშე, მაგრამ აქვთ კომპანიაში წილი. ეს არის მათი 12%. და angel investor-მა ჩაასხა ამაში $60,000, იმიტომ რომ ჯიტადან $100,000 ავიღეთ და $60,000 დავამატეთ ეს angel-ის თანხა, მას აქვს 3%. ოკეი, გავიგე. ანუ 85% არის შენი დღეს. კი. პროცენტების გაცემის მომენტში. როცა მოდის ვთქვათ 3%, 5% არა აქვს მნიშვნელობა, როცა თანხა შემოდის და მიდის წარმოებაში და ამაში პროცენტს გასცემ. ამ შემთხვევაში მარტო შენი პროცენტი მცირდება თუ დანარჩენებისაც? ამ ეტაპზე იმათი მაქვს დაკეტილი და იმათ აღარ ვაკლებ. მარტო ჩემი მცირდება. ჯერჯერობით საქართველოს ბაზარზე, მაგრამ ამერიკის ბაზარზე თუ ვისაუბრებ, მე ყველა პროპორციულად დავიკლებთ. კიდე ერთი კითხვა მაქვს, ვახოს კითხვას გამომდინარე, შეხედე, რას ვერ ხვდები, იცი? მოკლედ, დღეს საქართველოს ბაზარი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე $60,000 ჩადების შემთხვევაში ამას შეუძლია, ანუ ამ შენ წარმოებას შეუძლია რომ აწარმოოს, ხო? ესეა. კი, გაცილებით დიდი მოთხოვნა. და მაგ შემთხვევაში ამერიკა რატოა შენთვის საინტერესო? ამერიკა რაღაცა პერიოდის მერე, შეიძლება 10-15 წლის მერე საქართველოს ბაზარი ამოვწუროთ. და worldwide market-ი მარტო ამერიკაზე არაა, საუბარი აქ არის ჩილე, აქ არის ავსტრალია, იაპონია. ულიმიტოდ შეიძლება მივიღო. ხო და ეგ კითხვა მაქვს, შეხედე რომ ეგ ამ შემთხვევაში საინტერესო არის. ხო, ანუ ამერიკაში რატომ წახვიდე თუ აქ არის ბაზარი, ერთადერთი შემთხვევა არის, რომ წარმოება იქ აწყო დამატებითი, რომ ესე ვთქვათ, დამატებითი, წავიდე იქ და იქ ვაკეთო არა, დამატებითი ან ფრენჩაიზი ან რაღაცა ხო შეიძლება. ხო, ანუ ის რომ აქ აწარმოო შენ 60,000-ის ესე ვთქვათ და აი ამ
აპარატურით, დამატებით 60,000 და არსებული აპარატურით 60,000 რაღაცა აწარმოო, რომელსაც ამერიკაში გავლი, ამერიკამდე ვერ მიაღწევ ხო რეალურად, იმიტომ რომ აქ გაიყიდება ყველაფერი ეს. კი, თავისთავად, აბარა. კი. არა, პარალელურად მაინც უნდა იმუშაო ექსპორტზე. უყურე როგორ არის, აქ თუ გაიყიდება ტონიანი ქვევრი 2,000 ევროთ. ამერიკაში გაიყიდება იქ $5,000, გაიგე? მარჟა იქნება გაცილებით დიდი რა, ეგ არის პროსტო. ანუ პარალელურად ექსპორტზეც უნდა ვიმუშაოთ აუცილებლად. პარალელურად მე მგონია რომ ხო, ეგ ბაზრის თავდაცვისება მე მგონია რომ თავიდანვე იქ უნდა დაიწყო ყველა ვარიანტში. და იქ მთავარი პრიორიტეტი იყოს რომ იქ მოამარაგო, იმიტომ რომ იქ $5,000 მაგაშთვის როგორი რაღაცაა, იცით ორნიკე, კაროჩე, საელჩოსთვის რომ წავიღეთ ქვევრი, რომ საელჩოს წინ დაგვედგა ვაშინგტონში, კაროჩე, ნუ აი დაიხარჯე $20,000 მაგაში რა. ანუ იქ ამერიკაში $5,000 ნუ არ არის ფული რა, ისეთი რა, რომ რაღაცა ხო ხდები, რომ ქართველი ღვინოს დაწურავდა რამე, ნუ პირადად ვიცნობ რამდენიმე ისეთ ოჯახს, 15-20 ოჯახს, ვისაც ეხავე შემიგა დაურეკო და $5,000-ად ეგ ვაყიდინო. გამოშვებული რო არ არის მაშინ რა. ხდები? და შეიძლება ეგეც ვქნა და უთხრა რომ აგერ არის იყიდეთ ჩემი ატვიჩაით და ჩარიცხეთ ფული და ხო და ხალხი შეგიგროვებია რა რეალურად ხო ახლა კაი ერთი კითხვა მაქვს რა რაც შეეხება ღვინოს მოდი ისე თქვა როდის შეძლებ იმის თქმას რომ ღვინო ამაში მიღებული ღვინო შედეგი დადო უკვე შემიძლია ამის თქმა ეს მე არ შემიძლია ბიომეღვინე ვინც არის და ვინც საუკეთესო ღვინოს აყენებს ერთ-ერთ საქართველოში ძალიან მცირე რაოდენობით იმან თქვა და მის დაყენებულ ღვინოს ძალიან ბევრი ელოდება იმიტომ რომ თვითონ ნატურალურ ღვინოს აკეთებს შეუწამლავს და მარტო ოსამით ოზონით წამლავს ვენახს და ყველას აინტერესებდა ზუსტად აი ამ ვენახში დაკრეფილი ყურძნის და 3D პრინტერით გაკეთებული ქვევრის ტანდემი. და ეს შედგა ეხლა და ეს ღვინო უკვე გასინჯულია და რაღაცა საოცარი შედეგი არის ხო და რა თავია დურილი მიდის. პარალელურად მე ხა მეღვინე არა ვარ, მაგრამ მე ჩავწურე ჩემთან, თუ მოხვალთ ამ ყველაფრის ანახავად გაჩვენებთ ადგილზე. ჯერ ვერ გავსინჯავთ, იმიტომ რომ დალუქულია და იქაც მიმდინარეობს ეს დუღილის პროცესი, მაგრამ რა ვიცი, გაზაფხულზე გავხსნით. თუ აქ იქნება. ის ბიომეღვინე როდის იმას იზამს? ესე იგი, ბიომეღვინე ალბათ მარტში, აპრილში გახსნის და ამას აგზავნის შვეიცარიაში ანალიზზე. რომ მოვიდეს იქიდან დასკვნა, იმას ცალკე ძალიან დიდი ისა აქვს მოთხოვნა თავის ღვინოზე. ძვირად ყიდის და მის ღვინოს იყენებენ გულის დაავადებების სამკურნალოდ. იცი მარტივი კითხვა მაქვს და ავხსნი რატო რა. მოკლედ ჩემთვის მნიშვნელოვანია ის რომ აი ღვინო დადგა ამაში. და რაღაცა გარკვეული ესე რომ თქვა proof იმისი რომ აი ეს მოხდა შედგა ეს ფაქტი რა და ეს მაგარი ღვინო, კარგი ღვინო ან უბრალოდ ესე რომ თქვა სტანდარტული ჩვეულებრივი კარგი ქვევრის ღვინო ეს მნიშვნელოვანი არის. რავი, აი დაუშვათ ვინ უნდა მითხრას არ ვიცი, ალბათ რავი 8,000-მა მოსავალმა რა. როგორც არ სვამ ეს უკვე ყველაზე მარტივი. ეს არა ქვია ღვინოს გასანთლულ ქვევრში თუ დგება, კაროჩე და მაგას სვავს მთელი ქვეყანა, ჩათვალი ამაში თიხაა რა. ანუ ფორმა არაფერი მნიშვნელობა არა, თიხაა, ღვინო დადგება, ღვინოს კარგი იქნება თუ ცუდი იქნება, ღვინის ტექნოლოგმა უნდა დააყენოს იმ ქვევრშიც კარგად და სწორად ღვინო თორე. მაგ ჭურჭელი, ჩემი კონსერნი ის არის რომ დიდი რო ვერ გამოვაცხოთ, რო ვერ დავბეჭდოთ კარგად, ან რომ მე ეს დიდი ფორმა ვერ გამოწყვეს, თორე ღვინო ყველა ვარიანტში დადგება, იმაში რა ქვია, ჭურჭყიან ჭურჭელში აყენებენ და ის ღვინო ლახტმაში აყენებენ, ახლა კერამიკა მთავარია შეიკავოს და არ გატყოს.
გადაწყდეს და არ გაუშვას. არ უნდა გაუშვას რა, მთავარი არ უნდა არის თუ გაუშვას, გაუშვა იგივე ქვევრი არის რაც ხელით აწყობენ ესენი 200 ლარად რა ხვდები? ეგ არის პონტი. მთავარი არის არ გასკდეს, არ გატყდეს, რომ ჩაასხავ ამას, короче, ბუხ არ დაიძახოს და არ შეგვიფშნოს ხელში. ეგ არის მთავარი კონსერვი. ეგ არის ზუსტად და აი რო არ სკდება და რო არ ტყდება, მაგაზე 1000%-იან გარანტიას ვიძლევი უკვე დღეს. ოხონდ მაქსიმუმი რა გაგდაბეშტილი? 50 დაბეშტილი 90 ლიტრიანი და ეხლა ესეთი რაღაც ხდება, თიხას აქვს კუმშვის კოეფიციენტი თავისი. ის თიხები, რომელიც საქართველოში მოიპოვება, აქვს ცოტა ოდნავ მაღალი კუმშვის კოეფიციენტი. საშუალოდ არის ხოლმე 8 და ამას აქვს 14-15. და ორჯერ მეტი ყოფილა. ხო, ორჯერ მეტია და რო დავბეშტე 100 ლიტრიანი გამოვიდა სადღაც 70-75 ლიტრი ქვევრის. ანუ რო დავბეშტე დაპატარავდა ის ქვევრი, შეიკუმშა და შესაბამისად მოაყდა. თუმცა არის ამის ტექნოლოგია, რომ ეს არ მოხდეს, დროგი ეწოდება, უკვე გამომწვარ ქვევს ქვავენ, ქვევს კი არა, თიხის მასალებს ქვავენ და ურევენ თავიდან ამ იმაში, რა ქვია, მოზელ თიხაში და ამითი ბეჭდავ ან ხეით აშენებ და ეს ეცემა რაღაც 7-8%-მდე. შეიძლება უფრო დაბალიც. ეჯერ არ გამოგვიცდია. თუმცა თეორიულად საერთოდ პრობლემა არ არის და შეგვიძლია ეს კუმშვაც ის აუქნათ, რა ქვია, დავხვეწოთ. აი ესეთი რაღაცა წვრილმანები არსებობს, რომელსაც რაღაცა დრო დამჭირდება, რომ ახლა 30% რატომ უნდა დაკარგო მოცულობაში. ოხონდ დათო შენ 30%-ია ძალიან დიდი. შენ თუ ხარ შეხვედრილი შაკო ფიფიას. შაკო ფიფიას არა, არც გამიგია. ხო. მაშინ საინტერესო იქნება შაკოსთან უნდა გაგიკეთო ერთი შეხვედრა. შაკო არის მაგას აქვს უცხოურ ორგანიზაციებთან და უცხოურ კომპანიებთან warehouse-ები, ანუ greenhouse-ები უბრალოდ რაღაცები მაგას შემოაქვს საფინანსებიებს გერმანიის ბანკი, World Bank-ი, ძალიან ბევრ ორგანიზაციასთან აგრარულ სფეროში, короче, ანუ ბევრი და საინტერესო ტიპია თვითონ ერკვევა ეგეთ საკითხებში და კარგი იქნება მისი მოსაზრებას და შეიძლება საერთოდ ვაფშე რაღაცა ისეთი საკაიფო პარტნიორიც გაიჩითოს რა. ყოფილი ეს არის, რა ქვია, სოფლის მეურნეობის მინისტრი, მაგრამ ნატურით არაქოციმასტია რა და ეს რა ქვია, ისეთი საინტერესო ტიპი არის რა. ხო და მაგასთან შეხვედრა საინტერესო იქნება რა და ერთი დღე მოდიმე შევუთანხმდები დაახლოებით რომელ კვირაში, რომელ დღეებში შეუძლია რომ შეგვდეს, მე შენ შეგითანხმდები და ეგ შეხვედრა გავაკეთოთ. აი მართალი რომ გითხრათ დრო არ მქონდა რომ ესეთი შეხვედრები გამეკეთებინა, გარდა იმისა რომ კერამიკოსები დავიარე ყველა და ბევრი დრო დავუთმე, რომ იყო აქ თავაიდან. საწარმო იმაში იყავთ ხო? ხო, აი სულ 24 საათი გამითენებია ღამე, დილას ამოსვლა რაც წინ ქარხნიდან დილიდან საღამომდე სულ იქავარ თითქმის ან დღის მეორე ნახევარი სულდა. აი ვერც მოვიცალე საინტერესო არის, იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება რაღაცა გზები გვაჩვენონ გაიოლების ყველაფრის. ვერც მოვიცალე რომ გრანტზე მაინც მემუშავა, რომ აი რაღაცა გრანტი შემეძინა მაგათ მარტო თიხის დამუშავების ხაზი, ან გრანტი შემეძინა ეს ღუმელი, მაგის დროც არ მქონდა ფიზიკურად და ეხლა რომ ეს თავიდან დავიწყო, ეს საქმე უნდა გავაჩერო, ეს რისერჩები რაღაცეები და გადავერთო ამაზე. ხო და ამიტომ მიჩვენია რომ რაღაცა კომპანიაში არის რაღაცა დონეზე გავცე და უცებ ეს რაღაცა სინერგიით სხვა ის იმამდე მივიდე, ვიდრე ახლა გრანტი წერო, მე გავაკეთო. უფრო სწრაფად მიჩვენია წავიდე და პროცენტი გადავცე პარტნიორს და ერთად ვაკეთო. იდეაში დამხმარე ძალაც იქნება ჩემთვის. გავიგე. უბრალოდ საინტერესო არის ეს ამ ტიპების მოსაზრებებიც მაინც მოვისმინოთ რა. აბსოლუტურად საინტერესო. ნინო ზამბახიძე რა, რომელიც მაგ სფეროში არის და ვთვლი რომ რაღაცა კარგი კონექშენები აქვს და ისეთი ის არის რა. ამ ტიპების მოსმენა ჩემი მეგობრები არიან და ნუ საინტერესო იქნება მათი აზრი ამის შესახებაც მათი მხრიდან რა. აბსოლუტურად. უბრალოდ აქამდე ჯერ ვერ მოვახერხე. გახსნილი ხარ შენ მაგისტვის გამიხარდება. კი, სიამოვნებით პირიქით ამ ყველაფერს მივდივარ, სადაც ვახერხებ, ვიწერ და მე ვაანალიზებ და მე წებს ვატარებ. ეხლა მაგალითად ვაკეთე
ვაკეთებთ upgrades ამ ჩვენი პრინტერის ექსტრუდერის. ექსტრუდერი ახლა ჩვენ რაც ვიყენებთ ეს კალიფორნიაშია, იქ გავაკეთებინეთ, ჩავედით კალიფორნიას რაღაც ჩრდილოეთით სოფელში. UK არის იქ პატარა სოფელი, იქ დავადექით და არ გწმენდა პასუხს. იმდენი შეკვეთა ქონდა იმ ადამიანს, რომ არ მგონდა საერთოდ და ჩავედით ორჯერ მივედით იქ და ბოლოს გავაკეთებინეთ ეს ექსტრუდერი, ჩამოვიტანეთ თბილისში. და ამ ექსტრუდერში ეტევა ზუსტად აი ეს 90 ლიტრის მოცულობის თიხა, მეტი არა. მაგრამ პარალელურად ეხლა დავიწყეთ, ეხლა რა გაზაფხულზე დავიწყეთ იდეაში, ჩვენი ექსტრუდერის დამზადება და თითქმის გასულია ბოლოში. ეს ახალი ექსტრუდერი როგორც კი გაკეთდება, ვფიქრობ, რომ ტონიანი ქვევრი ამით კიდევ შეიძლება რომ დაიბეჭდეს. ამაში იდება 10-ჯერ მეტი თიხა. და ეს მთლიანად სტრუქტურა შევცვალეთ, უკვე ჩვენს მიერ იქნება შექმნილი და მართვადი სრულად. ნუ თუ არ იმუშავებს, იმ ტიპს ჩემი შვილი დაადგება კიდე კალიფორნიაში და ეთქვის კიდე ახალი გამიკეთე ექსტრუდერი. ეგ არის, მაგრამ რა ვიცი, ისეთი რაღაცა ავაწყოთ, რომ გაცილებით ჯობია მაგის გაკეთებულს. ძალიან კაი. კაი ბატონო. მე მგონი ჩვენ ესე ვთქვათ, რაზეც გვაქვს საფიქრი, ანუ ხო, საინტერესო შეხვედრა იყო, რეალურად წავით იმისკენ, რომ გარკვეულწილად ორივე მხრიდან სტრუქტურიზაცია გვაქვს გასაკეთებელი, რა შეიძლება რომ ჩვენ შეგმატოთ და მას შემდეგ რაც ამას ჩვენ წარმოვიდგენთ დაახლოებით, ხო რავი, მე ეგრე მგონია, მაგის მერე საუბარი არის იმაზე, რომ უკვე შენ მაგაზე ჩამოყალიბდე დაახლოებით რისი დათმობა გიღეს რა, პრინციპს გეუბნები, ხო? ანუ რომ მან დაბალანსდეთ და ნუ ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოლეგები ამას რომ მოისმენენ, ისინიც ესე ვთქვათ, შემოვლენ გარკვეულწილად რა, ესე ვთქვათ, შემოგვიახანაგდებიან რა. იმედია. ხო. დრო არის ყველაზე გადამწყვეტი ახლა, რომ ხო, რომ დაიწყო პირდაპირ და ანუ გადაწყდეს ისა. და პრობლემა მოკლედ არის ის, რომ კომპანიის ძალიან პოზიტიური განვითარების შემთხვევაშიც 3%-ს რაც შეიძლება მოიტანოს, ის დღეს, ესე ვთქვათ, attractive არ არის რა. მომხიბვლელი არ არის. თუ შევძლებთ, რომ ესე ვთქვათ, მანდეგ როგორღაცნაირად გავაბალანსოთ, აი იქნება კარგი. სხვადასხვა მექანიზმებით შეიძლება. ბატონო. აი, ახლა გაქვს კიდე რამე საკითხები? არა, არაფერი, მე დაუკავშირდები დათოს იმ შეხვედრებთან დაკავშირებით, მე და შენ ჩამოყალიბდეთ, რა შეიძლება, ანუ ჩვენ რაც თქვა, ეხლა იმასკრა კიდე რეზიუმე გავაკეთო, სწორედ გავიგეთ თუ არა თორნიკეს ნათქვამი, ანუ ჩვენ გავაკეთებთ რაღაცა პაკეტს, ანუ ჩვენ როგორც გარდა იმ თანხისა, რომელთაც შემოვალთ წილში შენ კომპანიაში, გარდა ამისა, რა ღირებულებას და რა პროცედურულ, ასე ვთქვათ, წინსვლებს მოვიტანთ კომპანიისთვის რა. ანუ და ამის მიხედვით შენ უკვე ჩამოყალიბდი იმ პროცენტზე, რა რისი გაღება გიღირს აი ამ ჩვენი შემოთავაზებაზე. ეგ არის. ოკეი. კი ბატონო. და მანდაც მე ისა რა ქვია დათო რა მექანიზმები შეიძლება სხვადასხვანაირი იყოს. ანუ მანდაც ესე ვთქვათ რა როგორ მოიპირებ ანუ რა პრინციპები იქნება რა მანდაც პრინციპში უამრავი ინსტრუმენტია რაც შეიძლება რომ ესე ვთქვათ გამოვიდეს. კაი, მე მგონი მოვჩით რეალურად და დიდი მადლობა. მადლობა, კარგად. კარგად წარმატებული. კარგად. მადლობა და კარგად. კარგად. კარგად.